კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერ 3 საათზე დღის ახალ ამბებს ამ დროისთვის ანუკა კინკლაძე გაგაცნობთ. ცნობილი ხდება სოულაკში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილის ვინაობა ეს 17 წლის ლუკა ჩაქსელიანია. სროლის ხმა შუა დღისას თბილისის ცენტრში ასათიანის ქუჩაზე გაისმა. ჩაქსელიანი ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მოკლეს. ძმენ არის დაჭრილი მისი ძმა 43 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ნიკა ჩაქსელიანს სამიჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. იარაღიდან არის გასწრებული. აბა, დაგდები მასაზე ვინაიც ხა. რამდენი ტყვე არის ნასროლი? ჯეჯებით ვერაფერს ვერ გეტყვიეთ. ამ ადგილას მოხდა ყოველ შემთხვევაში, ხო? ნუ ეს არეალია. როდის მოხდა? 11 საათზე. მე საათ მოხდა ბატონო. არ ვიცი, ბოტანიკურთან მოხდა რა სროლა. მე-11 კლასის მოსწავლე. მეათე. ვინ არის გარდაცვლილი? ორი ძმანი იყვნენ მე მგონი და არ ვიცით რომელი კლასია, რომელი მე ჩვენც ამოვედით. ესევე ამოვედით. ერთი დაიღუპა. ერთი მგონი დაიღუპა. და ერთი დაჭრილი. დიახ. ნინო გიორგიობიანს ვთავთ პირდაპირ ეთერში. ნინო, რა ახალი დეტალებია ცნობილი მკვლელობის შესახებ? მკვლელობის შესახებ ინფორმაციას უკვე ველოდებით ჩვენ პოლიციისაგან, რომელიც საიდანაც კომენტარი ოდნავ მოგვიანებით იქნება, რაც შეეხება ნიკა ჩაქსელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას წმინდა მიხაილის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთა, გადაუდებელი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამ ოპერაციის გაკეთება და ექიმების შეფასებით მის ჯანმრთელობას უკვე საფრთხე აღარ ემუქრება. და გითხრეს რომ უკარის დაჭრილიო და მე მაგის ძმაზე გითხრეს რომ გარდაიცვალო და არაფერი არ ვიცით საერთოდ ეხლა გამოიყვანეს საოპერაციო და დაჭრილი იყო და სასუნთქზე იყო შეერთებული მეტი არაფერი ვიცით საერთოდ დაჭრილი იყო საზარდულის არეში პრაქტიკულად უცნობი იყო ჩვენთვის მისი გვარის სახელი პირდაპირ რადგან სიზდენა იყო ავიყვანეთ საოპერაციოში და გავუკეთეთ ოპერაცია ან დაზიანებული იყო მსხვილი კალიბრის სიძაღობის კოლატერალები და კუნთები გამოდიოდა საზარდულიდან ბარძაყის ქვემო მესამედში. გაკეთდა ოპერაცია, გაჩერდა სიზდენა, სიზდენის თითქმის დანაკარგი თითქმის არ იყო ოპერაციის დროს, შეიძლება დაკარგა გარკვეული რაოდენობით სისხლი. ამჟამად სიზდენა გაჩერებულია, ეს კუნთებიც გაკერილია ყველაფერი და ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიკა ჩაქსელიანი არის 53 საჯარო სკოლის მოსწავლე. პედაგოგები ამბობენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო ასეთი შემთხვევა ამ პიროვნებასთან. ისინი საკმაოდ დადებითად აფასებენ მას და მის უფროს ძმასაც. აქვე არის აღსანიშნავი, რომ პედაგოგები აცხადებენ, რომ ნიკა ჩაქსელიანი დღეს სკოლაში არ მისულა. მე მქონდა მაკლაში მესამე გაკვეთილი, მესამე გაკვეთილზე არ იყო. და უკვე აი მესამე გაკვეთილზე დარეკეს და გაგვაგებინეს, რომ მსგავსი რაღაცა მოხდა და რაიმე თქვათ კრიმინალურ გარჩევაში. არა, აი ხო გეუბნებით, აი წარმოუდგენელია მაგ ბავშვისგან ესეთ რამეს ნამდვილად არ ველოდით ახლა, რომ ესე შოკირებული. ძმამაც ეს სკოლა დაამთავრა შარშან და ჩვეულებრივი ნორმალური მოსწავლე. ვიღაცა ვინ იყო არ ვიცი მე ეს ბიჭი, პირისპირ ამ ძმების პირისპირ ყოფილა ეს მკვლელი ვინც ისროლა და ესენი цаრიელი ხელებით. და რატომ ესროლა რამეს შეკამათი? არაფერი არ ვიცი, რაღაცა როგორ ჩანს იყო მიზეზი და დილით ეს ბიჭი ცხოვრობს ოქროყანაში, ძმები ჩამოვიდნენ დილით და მოხდა ალბათ გარჩევა მოხდა. მკვლელობა დაახლოებით 11 საათისთვის მოხდა ლადო ასათიანის ქუჩასთან ახლოს ბოტანიკური ბაღის ასასვლელთან, როგორც ცნობილი არის, პიროვნება რომელმაც ესროლა ძმებს იყო უცნობ კიდევ ერთ პიროვნებასთან ერთად, ხოლო ძმებთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებოდა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.